გამარჯობა, ეს თეორემა და დღევანდელი გადაცემის მასპინძელი მე ირაკლი კიკნაველიძე ვიქნები. დღეს ბიძინა ივანიშვილის მორიგი ხანგრძლივი ინტერვიუ მოვისმინეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამ დროის მანძილზე მას არც სტილი, არც დამოკიდებულება და არც ლექსიკა დიდად არ შეუცვლია. წაიკითხეთ ჩემი წერილი. სიმართლედ ვერ მოვასწარით დათვლა, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე ხშირად განმეორებული ფრაზა იყო ამ ინტერვიუში. ბატონი ივანიშვილი დღემდე ვერ პატიობს ჟურნალისტებს, რომ აღფრთოვანებულები არ დარჩნენ 2013 წელს მისი გადადგომით. ამ დროს ივანიშვილმა საკუთარი პირით თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პერიოდულად ეკითხებოდა მას, ხომ არ დადგა დრო, რომ მასაც დაეტოვებინა თანამდებობა. მე ვაძლევდი რჩევას და ეს გაითვალისწინეს. ივანიშვილმა ის ამბავიც მოყვა, როგორ დაარწმუნა მოსამართლე მურუსიძე სამართლიანი გამხდარიყო. ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ინტერვიუზე და მის წერილზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, ბატონი გიგლა მიქაუტაძე გადასახადის გადამხდელთა კავშირიდან, არის ჩვენი სტუმარი და ბატონი გიორგი ბადრიძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდიდან, ჩვენ ასევე ჩაგვერთვება ბატონი დავით პაიჭაძე. მოგესალმებით ბატონებო. აბა დავაი განვარცხოთ. ეს ხო ეს ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა დღევანდელ ინტერვიუდან, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა თქვა და ჩვენ შეგვიძლია განვარცხოთ. პირველ რიგში და ბატონი გიორგი რომ დავიწყოთ ბატონი ივანიშვილის ყველაზე საყვარელი ფრაზით, რომელთაც ის მას უყვარს თითქმის ყველაფრის ახსნა. მე მაქვს ჭარბი ნდობა. რას ხედავთ ამ დროს თქვენ? რა ნდობა აქვს ბიძინა ივანიშვილს? რას გულისხმობს ის ამ ჭარბი ნდობის უკან თქვენი აზრით და რამდენად ცდება საერთოდ ამის თქმისას? მე არ ვიცი, ირაკლი რამდენად რეალურად შეიგრძნობს ის ამ გრძნობას, რამდენად არის კავშირში პირდაპირ რეალობასთან ბატონი ბიძინა. ეს სინამდვილედ რომც იყოს, რომ მას აქვს ნდობა და აქედან გამომდინარე ლეგიტიმურია თითქოს მისი არაფორმალური მმართველობა, მე ესე მახსოვს, რომ თავარი, რასაც ედავებოდნენ მიხეილ სააკაშვილს, იყო ავტორიტარიზმი, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ადამიანის ხელში და ერთი ადამიანის სურვილით თუ დაკვირვებით გადაწყვეტა უამრავი საკითხის. საქმე იმაშია, რომ ეს კარგი იყო თუ ცუდი იყო, ეს ადამიანი იყო პირადად თანამდებობრივად პასუხისმგებელი იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ის იღებდა და შესაბამისად 2012 წლის არჩევნებმა, ასე ვთქვათ, ეს ადამიანი ჩამოაშორა, ჯერ მისი პარტია ჩამოაშორა ხელისუფლებას, ხოლო 2013-ში მას ვადა გავიდა და ის წავიდა. ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი რეალურად მართავს, თან მართავს მიკრომენეჯმენტის დონეზე, როგორც ჩანს ჩვენს ხელისუფლებას, მას არ გააჩნია არანაირი საკონსტიტუციო, არანაირი სამართლებრივი კავშირი იმასთან, რასაც აკეთებს. არანაირი პასუხისმგებლობა საერთოდ. მე ვხედავ ამაში დიდ წინააღმდეგობას იმ ხალხის პოზიციიდან, რომელიც თავის ჭკუით ებრძოდა ძალაუფლების კონცენტრაციას და ავტორიტარიზმს. დღეს ჩვენ გვაქვს ნამდვილად ავტორიტარიზმი, ოღონდ უფრო ლიბიური სტილის, როდესაც მთელი ძალაუფლების მპყრობელი ადამიანი საერთოდ გასულია სამართლებრივი სივრციდან და რომც მოხდეს რაიმე ის ფიზიკურად ვერ გადადგება ვერანაირი პოსტიდან. მომარკადავს უყვარდა ამის თქმა, რომ საიდან გადავდგე მე პრეზიდენტიც არ ვარ. ბატონი ივანიშვილი ვერ იხსენებს ერთ-ერთ მაგალითს მსგავს თავის გარდა, როცა ადამიანი წავიდა ძალაუფლებიდან, ასე ხავერდოვნად როგორც ის სახასიათო. არა, მოდი დავაზუსტოთ. ის მან მოიხსნა პასუხისმგებლობა და ძალაუფლებიდან არ წავიდა. მან დაიტოვა ძალაუფლება და მოიხსნა პასუხისმგებლობა. ძალიან დიდი განსხვავება არის ნებაყოფლობით ძალაუფლების დათმობასა და იმას შორის, რაც გააკეთა ბატონმა ბიძინამ. ფაქტია, რომ ის იაზრებს, რომ ეს არჩევნები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მისი მოსაგებია ქართული ოცნების მხრიდან, თუ მოიგებს ეს გუნდი ამ არჩევნებს. თუ ვინმე მომგებია, სწორედ ის არის მომგები ამ გუნდიდან ამ არჩევნების. რამდენად სწორია მისი სტრატეგია, არჩეული სტრატეგია ბოლო წლების მანძილზე, როდესაც ის ვეღარ გასცემს დაპირებებს ვერანაირი ფორმით, თუმცა ამტკიცებს, რომ ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი არის უკეთ და მოსახლეობა ცხოვრობს გაცილებით უკეთ ქვეყანაში ვიდრე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, არ ვარ დარწმუნებული, რამდენად მყარ კავშირშია ეს რეალობასთან, ეს მას ატყუებენ მის გარემოცვაში, მის ასე ვთქვათ ხელფასზე მყოფი ექსპერტები და ჩინოვნიკები, თუ ეს უბრალოდ მისი იძულებითი პოზიცია, რომ თავად მოგვიყვეს რაღაც ფანტაზიები, მაგრამ რეალობა, რომელსაც ხედავთ, ნამდვილად ძალიან დიდ კონტრასტშია იმასთან,
თუ რა დაგვიწერა თავის წერილში, რამდენად არის მისი წარმოდგენით გაუმჯობესებული ჩვენი ცხოვრება. აი მე პირადად მართლა მაინტერესებს, კარგი იქნებოდა აკოლოდა ვინმე მისი მხარდამჭერი. მე არ გულისხმობ მის ხელფასზე მყოფი ექსპერტი ჯიბის. მე გულისხმობ ადამიანი, რომელსაც მას ხმა მისცა 2012 წელს და რას ფიქრობს ის იმაზე თუ როგორ შესრულდა ან არ შესრულდა ის დაპირებები და მისი პირადად მოლოდინები. ძალიან დიდი ალბათობით ესეთი ადამიანები ან უკვე არიან ძალიან სერიოზულად იმედგაცრუებული, ან ეძებენ საკუთარი პოზიციის თუ არ შეუცვლიათ გამართლების საშუალებას ისევ წარსულში რაღაც საშინელი ისტორიების ძებნით, რომ აი ის იმდენად საშინელება იყო, რაც ჩვენ გამოვცვალეთ ქართული ოცნებით, რომ ამის გამო ყველაფრად ღირს ის რაც ეხლა გვაქვს. მე ერთი რამე ვიცი, რომ ჩემთვის ნაცნობი ადამიანების ცხოვრება უკეთესი არ არის, ქვეყანა მისი მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა, არა გაიზარდა, გაიზარდა ნამდვილად ბატონ ბიძინას ქაღალდებში და მისი ექსპერტების ფურცლებზე მე დაუთმობ რა თქმა უნდა დროს ჩვენს სპეციალისტს თქვათ ამ თემაზე ლაპარაკს, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანის გადასახედიდან ჩემი აზრით ბევრ საკითხში წინ არ წავსულვათ, რაღაცა თემები, რომელიც ჩემთან არის ახლო, მაგალითად იყო ეს ვთქვათ ასოცირების შეთანხმება და ღრმა და პოლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება. ერთგვარი გაგრძელება იყო იმისა, რაც დიდი ხნის წინ დაწყებული იყო. აი სულ გუშინ გამოცხადდა, რომ სამწუხაროდ ჩვენი ვიზა ლიბერალიზაცია წინ არ მიდის, ყოსტოში შეყომდა. მესმის რომ ამაზე ალბათ იტყვიან, რომ ნუ ეს ევროპის შიდა პრობლემებიდან არის გამომდინარე, ასე რომც არ იყოს, არ მგონია, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსებისთვის თავპირის დამტვრევა და უამრავი სხვა მსგავსობა რაც ხდება პირდაპირ ჩვენ თვალწინ 26 მაისს ნაცისტური მარში რუსთაველზე, ეს არანაირად ხელს არ უწყობს ვიზა ლიბერალიზაციას. ეს სრული ფაქტია. ზუსტად მაშინ, როდესაც ევროპელებს ისედაც ნამდვილად აქვთ სხვა პრობლემები, რომელიც მომდინარეობს ახლო აღმოსავლეთიდან თუ სხვა საიმიგრაციო შიშები. აი ამ დროს, როდესაც ისინი ხედავენ ახალ ამბებში ნაცისტების მარშს საქართველოში და არჩევნების წინ დასისხლიანებულ პოლიტიკოსებს, ნამდვილად ხელს არ უწყობს რორბილად რომ ვთქვათ, მათ გადაწყვეტილებას, რომ კარი გაუხსნან კიდევ ერთ ქვეყანას. მართალია ეს გადაწყვეტილება ეხება სხვებსაც, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ მეგონი ჩვენ ნამდვილად გავაკეთეთ ბევრი რამ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. გასაგებია. დაგიბრუნდებით თავისუფლად ბატონ გიორგი, ბატონ გიგლა. სანამ უშუალოდ მის წერილზე გადავართ, იმიტომ რომ მას ინტერვიუში ეკონომიკურ პარამეტრებზე, ეკონომიკურ სიტუაციაზე, მდგომარეობაზე პრაქტიკულად არ უსაუბრია. მინდა გითხოთ, რამდენად დამაჯერებელია მოსახლეობისთვის არა დაპირებები, არამედ დარწმუნება, რომ ყველაფერი არის უკეთ, ვიდრე 2012 წელს იყო. მათი ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იმ ეკონომიკურ პარამეტრებიდან და ფინანსური პარამეტრებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ქვეყნის მოსახლეობას აქვს. რთულია და ალბათ მართლაც რთული იქნება 2016 წლის არჩევნებში თავად ქართული ოცნების ამორჩევლის დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი უკეთ არის და კარგად არის და ფიქრობ ეს წერილი პირველ რიგში სწორედ ქართული ოცნების ამორჩევლებისთვის იყო განკუთვნილი. მე ბუნებრივია ხა ეს იყო პოლიტიკოსის წერილი და არ მინდა მას პოლიტიკური განცხადებები დაუპირისპირო, ჩვენ შეგვიძლია ხოლმე რიცხვებით ვილაპარაკოთ ამ შემთხვევაში და დასკვნები სხვამ გამოიტანოს, მაგრამ ერთი არის რომ მოლოდინი ბუნებრივია იყო გაცილებით მეტი, იმიტომ რომ ეხლა მე არ შორს ვარ იმას ჯისგავ რომ ქვეყანა დაინგრა, უკან წავიდა, ჩვენ რაღაც ვიღაცა ალბათ უგვარესად ცხოვრობს, ვიღაცა უკეთესად, მაგრამ ის ტემპი რომელიც ჩვენ გვაქვს ბოლო რამდენიმე წელია, ნუ ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი, არათუ მოლოდინია იყო მაღალი, არამედ აუცილებელიც არის უფრო სწრაფი ტემპი იმისთვის, რომ ჩვენი თაობა მოესწროს ნორმალურ ცხოვრებას. აი, მე მინდა რომ გავიაროთ ყველა, მოვასწროთ მაინც იმ საკითხების გავლა, რაც ბატონო მიანიშვილმა თავის წერილში ახსენა. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც მან გამოიყო, იყო ეკონომიკური ზრდის თემა და მან თქვა, რომ ახალი მთავრობის პრიორიტეტი გახდა ისეთი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომლის შედეგიც იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობის ყველა ფენისთვის.
რამდენად რეალისტურია თავის რაც ამბობს და რაც სინამდვილეში ხდება, იმიტომ რომ ბოლო 3 წელი ჩავარდნა ეკონომიკური ზრდაში და ასეთი მცირე პროცენტით ეკონომიკური ზრდა საქართველოს ბოლო 10 წლების განმავლობაში არ აქვს, უფრო მეტიც. პირველ რიგში მე ძალიან ხშირად მაქვს ქართული ოცნების წარმომადგენლებთან თუ მათთან დაახლოებულ პირებთან კამათი იმაზე თუ როგორი ეკონომიკური ზრდა გვინდა ჩვენ და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ხშირად გვესმოდა ეხლა უფრო ნაკლებად პრემიერ კვირიკაშვილის შემდეგ, მაგრამ ადრე უფრო ხშირად ინკლუზიური განვითარების ეკონომიკური ზრდის შესახებ და ასე შემდეგ და მე ყოველთვის იმას ვამტკიცებ, რომ ვერანაირ ინკლუზიურ ზრდაზე და ვერანაირ თანაბრად განაწილებაზე დოვლათისა ვერ იქნება საუბარი, როცა შენ გაქვს დაბალი ეკონომიკური ზრდა. დოვლათი არ გაქვს. ხო, როცა არაფერი გაქვს განაწილებელი, იმიტომ რომ ხა როდესაც მაგალითად საუბარი იყო სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, რომელზეც ხალხმა იმუშავა, ფული დახარჯეს, ექსპერტები მოიწვიეს და ეხლა ეს საკითხი კარგია რომ გაჩერდა, მაგრამ მე უფრო კითხვა მებადება საერთოდ რატო დაიწყო ამაზე საუბარი. ერთ დისკუსიაში ზუსტად იმაზე იყო საუბარი, რომ აი ეს ბანკები სხვაგან არსებობს და არსებობს იმ ქვეყნებში, სადაც თქვა ჩინეთში, სადაც ბოლო 30 წელია საშუალოდ 10%-იანი ეკონომიკური ზრდაა და იქ დადგა დაუშვათ დოვლათის რეგიონული კუთხით თანაბრად გადანაწილების აუცილებლობა. ჩვენთან დღეს მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ გქონდეს არა უშუალოდ უკეთესი რეგიონში ვიღაცაზე ოდნავ უკეთესი ეკონომიკური ზრდა, არამედ ძალიან მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის, თუ გვინდა რომ უკეთესად ვიცხოვროთ ახლა. ჩვენ თუ გვინდა ვიტრაბახოთ და კმაყოფილი დავრჩეთ იმით, რომ ჩვენ მეზობლებს თუ უჭირთ, ესე იგი ჩვენც უნდა გვიჭირდეს და იმაზე ცოტა უკეთესად თუ ვართ, ესე იგი არ აგვიშევს, ამ ლოგიკით მაშინ მთელი ცხოვრებას ესე გავატარებთ და ვერასოდეს ვერ მოესწრებით ნორმალურ ცხოვრებას და რაც შეეხება იგრძნო თუ არა ხალხმა ახლა თუ მაგალითად თანაბარი გადანაწილება ხო, თუ ნახავთ სამუშაო ადგილების შექმნას, კი ბატონოს წელში იყო ნახსენები, რომ 55,000 მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეხლა ბუნებრივია, ეხლა ვენდოთ არ ვენდოთ ამ სტატისტიკას, ეგ სხვა საკითხია, თუ ადრე ვენდობთ, მაშინ ეხაც უნდა ვენდოთ, ალბათ თუ არა და მაშინ უნდა დავამტკიცოთ, რატომ არ უნდა ვენდოთ, მაგრამ თუ კარგად ჩავიხედავთ იმ სტატისტიკაში, მაგალითად, მცირე ბიზნესში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა შემცირდა და ასე ვთქვათ, სამუშაო ადგილები ზრდა არ მომხდარა იმ ტემპით, საერთოდ ჯამში, თუ 3 წელზე თუ გადავთვლით, ეს არის დაახლოებით 30,000 ნაკლები სამუშაო ადგილი, 20,000 ნაკლები სამუშაო ადგილი ყოველ წელს და აქედან კიდე მესამედი თავად სახელმწიფომ შექმნა. ანუ დღეს დასაქმებული, დაქირავებული დაიკარგა სამუშაო ადგილებს. ხო, ასევე დაიკარგა სამუშაო ადგილების და დაქირავებული ადამიანების მესამედი დღეს სახელმწიფო სამსახურში მუშაობს და ბოლო 2 წლის განმავლობაში 20,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა თავად სახელმწიფო სექტორში. არა იმიტომ რომ ქვეყანა ჭირდებოდა, არამედ უბრალოდ ბიუროკრატია გაიზარდა და განსაკუთრებით რეგიონებში ხშირად არის რომ მაგალითად პატარა რაიონში სახელმწიფო არის ყველაზე დიდი დამსაქმებელი, რაც ცუდია ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ კერძო ბიზნესი უნდა იყოს ჩვენი სამუშაო ადგილების შემქმნელი და არა სახელმწიფო. ბატონო გიგლა, გასაგებია, უბრალოდ მე მინდა რომ კიდევ ვისაუბროთ წარსულ წლებზე რა ტიპის მეთოდოლოგიას იყენებს ბატონო ივანიშვილი ან მისი თანამოაზრეები რა მეთოდოლოგიას იყენებენ ამ წერის დაწერის დროს, მაგრამ მინდა მომავალზე მის მიერ გაკეთებული ერთი ისეთი დიაგნოზით, პროგნოზით მოვიხმო, როცა ის ამბობს, რომ სავალუტო ფონდის კვლევების მიხედვით 2017-21 წლებში საქართველოს ეკონომიკა ერთ მოსახლეზე გაანგარიშებით 46%-ით გაიზრდება და 2021 წელს 14,663 საერთაშორისო დოლარს მიაღწევს, ხოლო ზრდის ტემპი იქნება 11,9%. და თუ ასეთ ზრდის ტემპს შევინარჩუნებთ, ბატონო ივანიშვილი ამტკიცებს, 2030 წლისთვის მთლიანში და პროდუქტის მაჩვენებელი გაუთხმაგდება და 40,000 იქნება, რაც ნამდვილად ძალიან მაღალი მაჩვენებელია. რამდენად სწორია თავისთავად ეს გაანგარიშება ბატონო ივანიშვილის მხრიდან, იმიტომ რომ სავალუტო ფონდის პროგნოზით 2001 წელს ზრდა არის მაგალითად არა 12% ლამის როგორც სამტკიცს, არამედ სულ 5%. შესაბამისად, 40,000 როგორ გახდება 2030 წელს საქართველოს მთლიანში და პროდუქტი ერთ მოსახლეზე, ესეც გამოუცნობია. მან არის თავი თუ იქნება ამ ხელას და ეხლა მე სიმართლე რა იძლევა იმის თქმის საფუძველს? იძლევა რამე არის თქმის საფუძველს? ჯერთ მე საერთოდ ასეთი პროგნოზების დიდი ფანი არა ვარ ზოგადად, არც სავალუტო ფონდის თავად და არც სხვა ნებისმიერ ეკონომისტის, იმიტომ რომ თუ ჩვენ ძველ პროგნოზებს გადავხედავთ, ნახავთ რომ აცდენა რეალობასა და პროგნოზებში ძალიან ხშირად ხდება ხოლმე და ძირითადად ეს არის რაღაცა დავუშვათ ინვესტორებისთვის იმის
ინვესტორებისთვის კეთდება, რომ მათ დაახლოებით რაღაც კურსი ქვეყნის შეაფასონ, თორე ჩვენ ასეთ ზუსტ გათვლას ვერასდროს ვერ გავაკეთებთ და გარდა ამისა ჩვენი ბოლო 3-4 წლის განვითარების ტემპი, ეკონომიკური ზრდის ტემპი ჯერჯერობით ასეთი ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას სამწუხაროდ არ გვაძლევს. აქედან გამომდინარე ის თუ სადღაც საავტო ფონდს რომელიღაც ანგარიში იწერია. არა, ეს არ წერია საავტო ფონდს. არა, ნუ შეიძლება მე სიმართლე გითხრათ, არ გადავიმოწმები, იქიდან გამომდინარე რომ არ დავინტერესებული ვარ, რომც ეწეროს, სიმართლე გითხრათ, მე ჩემთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩემთვის უფრო მთავარია ჩვენ მივდივართ თუ არა ბოლო რამდენიმე წელიწადში მივდგამ თუ არა იმ ნაბიჯებს, რომელიც გაისათ იმის მერე მოგცემს კონკრეტულ შედეგებს და არა 10 წლის მერე, იმიტომ 10 წლის მერე რეგიონში რა სიტუაცია იქნება სოფლიო ეკონომიკაში რა სიტუაცია იქნება, ეს ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული, ამიტომ ჯობია ჩვენ შევაფასოთ, ჩვენ გაკეთებული საქმე შევაფასოთ, დაუშვათ ის შედეგები, რომელიც გვაქვს და აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ გარკვეულ წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე და არა დაუშვათ ასეთ. და კიდევ ერთი, სანამ დავით პაიჭაძე ჩაგვართვება ჩვენ ტაბულას ნიუსრუმიდან, კიდე ერთ კითხვას დაგისვამთ ამ მიმართულებით. ბატონო ივანიშვილი აკეთებს მსგავს შედარებას, მოყავს 2013-16 წლის დაჯამებული მონაცემები და ადარებს 2009-2012 წლის დაჯამებულ მონაცემებს. 3 წელს ადარებს, ასე ვთქვათ. ანუ ობიექტურია 2009 იმ სამეულის შექმნა, სადაც 2009-ც არ 2009 წელიც არის უმძიმესი წელი სოფლიო ეკონომიკისთვის, საქართველოს ეკონომიკისთვის, ომის შემდგომი წელი და აი ამ წლის გათვალისწინებით ყველაფრის შედარება შემდგომ 2012-2015 წლების მონაცემებს. ეს არის ჩვეულებრივი მაგალითი იმისა, როცა გინდა სტატისტიკურ მონაცემებისგან მიიღო ის მაჩვენებელი, რაც შენ გინდა, იმიტომ რომ არსებობს გამოთმოგიდა სტატისტიკას თუ აწვალებ ბოლოს იმ შედეგს მიიღებ რაც შენ გინდა, ხო? ანუ ასეთი ტიპის შედარება არ ამგონია სწორი იყოს, ეკონომისტები როგორც წესი უფრო გრძელვადიან შედარებებს აკეთებენ და ასევე დავუშვათ როგორც წესი ეკონომიკაში ასევე ერთი წელი მეორე წელს ედრება და არის თუ არა ზრდის ტემპი და შენ მაგალითად ტურიზმის შემთხვევაში შევადაროთ ბოლო 3 წელი წინას 2009-12 წლებს არ ამგონია სწორი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვნახოთ დავუშვათ როგორია ზრდის ტემპი ყოველწლიურად. ეხლა ტურიზმში არა გვაქვს უკანსვლა, მაგრამ არა გვაქვს ისეთი ზრდის ტემპი, რომელსაც მიჩვეული ვართ, იმიტომ რომ იყო წლები, როცა ტურიზმში ქონდა 40-45-50%-მდე ზრდა ტურისტებისა და დღეს ეს მაჩვენებელი ერთნიშნაა და თუ არ სწორად მახსოვს 8%-ის პრაგლებში იყო 2015 წელს. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის შედარებები არ გვაძლევს ნათელ სურათს და თუ ჩვენი მიზანი არის მხოლოდ ის, რომ ერთმა ხელისუფლებამ მეორე ხელისუფლების წინაშე, ესე ვთქვათ, მიმართ რაღაც უპირატესობა აჩვენოს დაარწმუნოს ამორჩეველი, ეს არ ვიცი, სხვა პოლიტიკური ხრიკი შეიძლება იყოს, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით უმჯობესია ჩვენ ავიღოთ უფრო გრძელვადიანი პერიოდი და ყოველი წელი შევადაროთ წინა წელს, ანალოგიურ პერიოდს ამ შემდეგ და აქედან ტრენდი გამოვკვეთოთ. გასაგებია, დავით პაიჭაძე, ჟურნალისტი ჩაგვერთვება, ახლა ჩვენ ბატონ დავით მოგესალმებით. საღამოშიდობის. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონ დავით, მე ეს კითხვა სტუდიაში დავსვდა, თქვენც გაგიმეორებთ, როდესაც ბატონ ივანიშვილი ამბობს, რომ მას აქვს ჭარბინდობა და მას ძალიან უყვარს ამ ფრაზის გამეორება. რამდენად რეალისტურად უყურებს ის თავის შესაძლებლობებს დღეს თქვენი აზრით? ურთულეს რამეს ეთხოვთ ირაკლი, თქვენ ეთხოვთ ჩვენ შევძროთ ივანიშვილის ცნობიერებაში და აი ამ ცნობიერების გადმოსახედიდან ვიმსჯელოთ ის რეალისტურად უყურებს თუ არა თავის შესაძლებლობებს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჯობია ეს არ გავაკეთოთ და შევხედოთ იმ რეიტინგებს, რაც მისაწვდომია. მაგის მიხედვით ჭარბინდობა ბატონ ივანიშვილს აღარ აქვს. მაგრამ როგორც ჩანს, მას აქვს არაიმდენ საკუთარი თავის რწმენა, ეს არ არის რწმენა, არამედ გარკვეული ფიქსაცია იმაზე, რაც 4 წლის წინ განაცხადა და ფეხის მოცვლა არ უნდა იქიდან რაც თქვა. ამის დასტურია ეს წერილიც, რასაც თქვენ განეხილავთ და სულ ცოტა ხნის წინ დასრულებული ინტერვიუ პირველ არხზე, სადაც ბატონი ივანიშვილი, როგორც თქვენ, აწვება პირველ ჩვენებას ყველაფერში, რაც მას მანამდე უთქვამს. თან, რასაც ის ამბობს, მნიშვნელოვანია სხვა მხრივაც. არა რა, არამედ როგორც ის ამბობს და როგორ წარმოაჩენს ის თავის თავს. ამ ლაპარაკს, თუმცა მე მესმის თქვენს კითხვა არ დაგისვამთ. როგორც ჩანს და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებით ვილაპარაკოთ ამაზე, მისი ღრმა რწმენა, რომ ჭარბინდობა აქვს,
ან შეიძლება ეს წმენა არ იყოს და უბრალოდ სხვის გასაგონად ამბობდეს ამას, რომ მას ენდობიან, რომელი პოლიტიკოსი იტყვის, ეხლა რომ მას ნდობა არ აქვს, ხო? ყველა იტყვის, რომ მას ენდობა მოსახლეობა, ესე რომ არც ივანიშვილისგან არ არის ეს გასაკვირი და მოულოდნელი. თუმცა ის თავის იდენტიფიცირებას ახდენს მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქესთან. ასე ახასიათებს მხოლოდ და მხოლოდ თავის თავს. პოლიტიკოსთან ნაკლებად აღიქვამს. კი ბატონო, უძახოს თავის თავს მოქალაქე, მაგრამ ჩვენ დღეს ვნახეთ დღევანდელ ინტერვიუში, რომელმაც არ გეწყინოთ ირაკლი, მაგრამ ცოტათი გადაფარა ის წერილი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ თავისი სივრცის, ანუ ვრცელობის მიუხედავად, ის არანაკლებ ვრცელი იყო, ერთ საათს გაგრძელდა. მაგის მიუხედავად ის თავის როლს არ აკნინებს. ყოველ შემთხვევაში, რაც მან თქვა ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ამ ინტერვიუში, ხო? რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობისას მას ეკითხებოდა, რომ აი ეხლა ხომ არ გადავდგე ბატონო ბიძინაო, დაახლოებით ეს აზრი იყო, ეხლა წარმოიდგინეთ, ხო, რა ხარისხია სერვილიზმის, სიტყვა მონობა რო არ ვიხმაროთ. ერთი მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უდიდესი ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანის მხრივ, ფორმალურად უდიდესი ძალაუფლების, ხო, ივანიშვილი რო არ იყოს. და მეორე მხრივ, რა ხარისხია ბატონ ივანიშვილის გავლენის. მე ვშიშობ, რომ მას ნდობა და გავლენა, რომელიც აქვს გუნდში, შეიძლება ერეოდეს ნდობაში და გავლენაში, რომელიც მას გონია, რომ აქვს საზოგადოებაში. მას ესმის, რომ ეს არჩევნები მისი მოსაგებია, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ ადასტურებს, თუმცა გასაგებია, როცა ის ამბობს, რომ აქტიურად აპირებს საარჩევნო კამპანიას ჩაბმას, მაგრამ აი დღევანდელ ინტერვიუს გათვალისწინებით, უკვე წინა საარჩევნო კამპანია და შეგვიძლია დაწყებულად ჩავთვალოთ. რამდენად მომგებიანი და სწორია მის მიერ არჩეული სტრატეგია, რადგან ის აღარ გასცემს დაპირებებს, უბრალოდ შეიძლება ვთქვათ, რომ ვეღარც გასცემს დაპირებებს და არჩეული აქვს სულ სხვა გზა, ვთქვათ, ჟურნალისტთან ამ შემთხვევაში ძალიან აქტიური კონფრონტაციის, ჩხუბის, ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფის და იმის მტკიცების, რომ ყველაფერი არის უკეთ ვიდრე 2012 წელს იყო. მოდით ვთქვათ ასე, რომ ეს გზა მას არჩეული აქვს იმ თავითვე 2011 წლიდანვე და ის დამტკბარი ჟურნალისტებთან ასოც არ ყოფილა ერთადერთი ჟურნალისტი, რომელთანაც მას სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება ჰქონდა, ეს იყო ბატონი არჩილ გამზარდია, რომელიც ნახევარს თავის ინტერვიუსას ბატონ ივანიშვილთან წარმართავდა უტყვი ღიმილის რეჟიმში და ამ დროს, ნუ ბუნებრივია კონფრონტაცია, ხა ისიც კაცია, ხო? რას ერთში კაც, რომელიც არც არ გეუბნება და გიღემის. მაგრამ აი ეს რომ არც კი მოგისმინოს, კითხვის ჩამოყალიბება არ გაცალოს, ჩათვალოს, რომ შენ თუ დაიწყე კითხვის თქმა, ხო, მას უკვე ესმის რასაკითხები და ამ დროს არ ესმის, იმიტომ რომ კითხვა არ დამთავრებულა. მაყურებლებს არ გვესმის ეს ამ კითხვის შინაარსი და არც მას არ ესმის. ესე რომ ეს კონფრონტაციული რეჟიმი, რაც მას დღეს ჰქონდა სალომე ასათიანთან, ეს მისთვის ბუნებრივია, ამას უყურებ ჩვენ მეხუთე წელია უკვე, შეიძლება ითქვას. რაც შეეხება სტრატეგიას და ტაქტიკას, აქაც შეიძლება ითქვას ერთი რამ. ბატონი ივანიშვილი სახალისო და ზედაპირულ კონტენტ ანალიზს, ანუ შინაარსობრივ ანალიზს თუ მივმართავთ მისი სიტყვისა, დღეს ბევრს ლაპარაკობდა წასვლაზე. მან ხაზი გაუსვა იმას, როგორ წავიდა თვითონ, როგორ ამბობდა, რომ წავიდოდა, რომ საერთოდ ყველა უნდა წავიდეს, რომ პრემიერ-მინისტრმა, მან რა ქვია, ღარიბაშვილმაც იმიტომ დატოვა პოსტი, რომ აი ეს მიდგომები მისი, ანუ ივანიშვილის მიდგომები პოლიტიკაში, რომ მოხვალ, რომ უნდა წახვიდე, გაიზიარა და რა ვიცი, ეგ ემზადება წასასვლელად, ხო? არ შეტყობთ ეს მარტო ირონიულ კითხვად, იმიტომ რომ ერთი პასაჟი მის ინტერვიუში დაეთმო წასვლაზე ლაპარაკს და მეტი არაფერზე. წასვლის საჭიროებაზე. ასე რომ ნახოთ, იქნებ წასასვლელად ემზადება მართლაც. და მისი სტრატეგიის კიდევ ერთ ნაწილზე ერთ მიმართულებაზე მინდა გკითხოთ, რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებთან დამოკიდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ ის ნაციონალურ მოძრაობას ერთ ფრაზაში სერიოზულ ოპონენტად არ აღიქვამს, მეორე ფრაზაში ამბობს, რომ ის რჩება მთავარ ოპონენტად ნაციონალურ მოძრაობა. რამდენად მნიშვნელოვანია თვითონ ნაციონალური მოძრაობისთვის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ასეთი აქცენტის გაკეთება მათზე და ერთგვარი შიშის გაჩენა, რომ ისინი დაბრუნდებიან. სურვილი ივანიშვილის მხრიდან, რომ ეს შიში გააჩინოს. მანდ მე ვფიქრობ, ივანიშვილი მიმართავს ისევ და ისევ თავის 5 წლის წინამდე 2011 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ინტერვიუს სათაურს, თავარ თეზას შუა უნდა გაიკრიფოს. მას პოლიტიკური ველი წარმოედგინა ორი მოთამაშის ასპარეზად, ქართული ოცნების, ანუ თვითონ ივანიშვილის და ნაციონალური მოძრაობის, ანუ იმ დროს უკვე მიხეილ სააკაშვილის. და აი ეს შუის გაკრეფა, რომ ვართ ჩვენ, მე თეთრი და ის შავი, მე ნათელი და ის ბნელი, როგორც ჩანს, ახლაც ასე წარმოუდგენია ეს პოლიტიკური თამაშის ველი და
ამაში არ ვიცი ვის არწმუნებს, თავის თავს არწმუნებს თუ ჩვენ გვარწმუნებს, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ არიან სხვა მოთამაშეებიც პოლიტიკურ ასპარეზზე, ასე რომ რაც უნდა იძახოს და რაც უნდა ასე ვთქვათ მოტეხოს ეს სხვა მოთამაშეები თავის წერილში და არ არის იქ არავინ ნახსენები, ხო? ნაციონალურ მოძრაობა ნახსენებია, ისიც წარსულ დროში ის ადრე იყო და დღეს კიდე იტყუება. აი ეს არის მარტივად რომ ვთქვათ კონტექსტი, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობას ათავსებს, მაგრამ სხვების ხსენება არ არის საერთოდ. მისივე თანაგუნდელების ხსენება არ არის. თუ არ ჩავთვლით პრემიერ კვირიკაშვილს. სალომე ასათიანმა ზუსტად დაუჭერო, ღარიბაშვილსაც კი არ ახსენებო. ამ წერილშიო უთხრა. ხო, ის თავის თავს ხედავს ერთადერთ მთავარ მოთამაშედ. ამიტომაც ჩემი წინა სიტყვები რომ შეიძლება წასვლას აპირებდეს, შეგვიძლია ეხლავე დავაყენოთ ეჭქვეშ, მაგრამ ამ შესაძლებლობას, როგორც ჩანს ის უშვებს, შეიძლება არ აპირებს, მაგრამ უშვებს. და ამავე დროს ეს ხედვა რომ ვარ მე და არის კიდე აი ეს ნაციონალური მოძრაობა, უბრალოდ არაადეკვატური ხედვა არის და მოდი იმაზე ლაპარაკი, რომ თუ ადამიანს არაადეკვატური ხედვა აქვს პოლიტიკური ველის, პოლიტიკური მოთამაშეების შემადგენლობისა, ну, მაშინ რატო უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რატო უნდა გვეგონოს, რომ ის სხვა რამესაც შედარებით უფრო ძნელად შესამჩნევ მოვლენებს, ფენომენებს, დინებებს პოლიტიკაში ადეკვატურად დაინახავს, როცა ვერ ხედავს და ან არ ხედავს ყველაზე თვალსაჩინოს არაერთ მოთამაშეს პოლიტიკურ ველზე. გასაგებია ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობთ. ბატონ გიორგი, ახლა ჩვენ ვისაუბრეთ მის დამოკიდებულ ბიზნაევაშვილის დამოკიდებულებაზე ნაციონალური მოძრაობის მიმართ და ზოგადად ოპოზიციური პარტიების მიმართ. და სწორედ აღნიშნავ ალბათ ბატონმა დავითმა, როცა ფერებზე გაამახვილა ყურადღება, იმიტომ რომ დღეს სწორედ ასე ახსნა ბიზნაევაშვილმა, შავი და თეთრი. ასე დაყო განსხვავება პოლიტიკურ პარტიებს შორის და აშკარა იყო, რომ შავის გარშემო კონცენტრირებული იყო მთლიანად ნაციონალური მოძრაობა. მისთვის სხვა ფერი ამ პოლიტიკურ ველზე საერთოდ არ არსებობს. რამე სწორია მის მხრიდან ადეკვატურია, რეალისტურია ამ ყველაფერს ასე დანახვა. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავთ ბევრად უფრო მრავალფეროვან პოლიტიკურ ველს, რომელიც იხუნძლება ახალ-ახალი პოლიტიკური აქტორებით, უფრო ხშირად ნაცნობის სახეებით, რომლებიც ვთქვათ, ცალკე პოლიტიკურ ძალებს ქმნიან, ან ადამიანებს, რომლებიც საჯარო სივრცეში იყვნენ და ეხლა გადაწყვიტეს პოლიტიკაში წასვლა, თუმცა ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანის მოღვაწეობა იყო პოლიტიკასთან კავშირში. ასე რომ ეს ნამდვილად რეალობაა და ამის არ დანახვა არ შეიძლება. რასაც შეიძლება ბატონი ივანიშვილი გულისხმობდეს, ის არის, რომ რეალურ ალტერნატივად, რეალურ ყველაზე სერიოზულ ოპოზიციურ ძალად რჩება ნამდვილად ნაციონალური მოძრაობა და ამას ადასტურებს კიდევაც დღეს არსებული რეიტინგები, რომელიც მას არ უნდა ქონდეს არანაირი ილუზია იმის თაობაზე, რამდენად ასე ვთქვათ, არ აწეულა მნიშვნელოვნად ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის დონე, იქიდან გამომდინარე, რომ მისი საკუთარი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა მიახლოებით იგივე ნიშნულზეა. ასე რომ ალბათ აქედან გამომდინარე ის ლაპარაკობს ნაციონალებზე როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალაზე. მე მინდა ბატონი ირაკლი ერთ რაღაცას გაუსვა ხაზი, მე არ მინდა გამოვიდეს თითქოს მე ვარ რაღაცნაირად ბონდომებული, მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივი დავინახო და ასე ვთქვათ, ერთგვარ ჩასაფრებულ მდგომარეობაში. მე ლაპარაკობ როგორც ადამიანი, რომელსაც გულწრფელად ჯეროდა, რომ 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს და არა რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფი ან ინტერეს ჯგუფი. საქართველოს აღმოჩნდა ისტორიული შესაძლებლობის წინაშე. შესაძლებლობის, რომელიც წარმოიქმნა პრეცედენტიდან მშვიდობიანი დემოკრატიული არჩევნების შედეგად ძალაუფლების გადაცემისა ერთი პარტიიდან მეორისადმი. ეს მანამდე საქართველოში ამ ფორმით არ მომხდარა და ეს იყო ყველაზე დიდი განაცხადი იმისა, რომ საქართველოს თავის სტრატეგიაში, თავის მსვლელობაში ევროპისაკენ გადაედგა ბევრად უფრო ენერგიული და სწრაფი ნაბიჯები. ჩვენ მე მგონია, რომ ეს შესაძლებლობა გარკვეულწილად დავკარგეთ, რადგან მომდევნო პერიოდი იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი პროგრესული, ყველა მიღწევა, რომელიც მანამდე არსებობდა, გამოგვეყენებინა როგორც, ვთქვათ, სასტარტო პოზიცია და დაგვემატებინა, გაგვეუმჯობესებინა
დაგვეტოვებინა წარსულში ის მანკიერებები, რომელიც უეჭველად არსებობდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში, სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ სურათი ჩემი აზრით, როდესაც უამრავი მანკიერება, რასაც აკრიტიკებდა ეს ეხლა ხელისუფლებაში მოსული მაშინ პოლიტიკური ძალა. ჩვენ ისევ გვხდება ყოველ დღე თუ არა ძალიან ხშირად, ეს არის სასამართლოზე ზემოქმედება და გამოყენება მისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მიზნებით. ეს არის უშიშროების სამსახურის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით. მათ შორის სრულიად უცნაურ ადგილებში, უნივერსიტეტებში, რომელიც არის საერთოდ დრომოჭმული საბჭოთა ფენომენია, ოდერების თემა გახსოვთ, ხო? ესე იგი ნავარჯიშები ვიღაცა, მოგეთ ძალადობის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, დარბევები. თუ კი რაიმე იყო მართლა მანკიერი, ყველაფერს მე ისევ ხედავ ჩვენს ყოველდღიურ დღის წესრიგში და რაც ყველაზე მთავარია, აი ეს დაპირისპირების რეჟიმი. დაპირისპირებისა, რომელიც მიზანია ოპონენტის საერთოდ განადგურება და არაერთხელ გაგვიცხადეს, რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც ესეთი აღარ არსებობს. გაკოტრებული, მერე იყო რადარიდან გამქრალი საერთოდ და როდესაც მაინც და მაინც ვერ გააქრეს, ვთქვათ, მე არ გავცემ პასუხს ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, არ არის ღირსი ჩემი პასუხი და რაც. ეს არის სულ მცირე აბსოლუტური გაუნათლებლობა, უვიცობა იმაში თუ როგორ მოქმედებს დემოკრატია. იმის არ ცოდნა, რომ ოპოზიცია ზუსტად ისევე როგორც მოქალაქე ირჩევს ხელისუფლებას, ზუსტად იგივე მოქალაქე ნიშნავს მის ოპოზიციას და აქედან გამომდინარე ხელისუფლებას ვალდებულებას აძლევს, რომ ასევე მოქალაქეების ნაწილის სახელით მოქმედი ოპოზიციის მიმართ მან, ასე ვთქვათ, თავი ანგარიშვალდებულად იგრძნოს. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და ეს ოპოზიცია წარმოადგენს, ასე ვთქვათ, საზოგადოების ნდობით აღჭურვილ პირს. ანუ მე ვხედავ, მე ამას უყურებ ძალიან დიდი გულის დაწყვეტით, რომ ჩვენ უამრავი შესაძლებლობები გავუშვით ხელიდან. მათ შორის ეკონომიკურ სფეროში, რომელზეც ბატონი გიგლა უფრო ილაპარაკებს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონია, რომ უამრავი პროექტი გაჩერდა. თუ ლაპარაკი არის სახელმწიფოს ჩარევაზე ეკონომიკურ პროცესებში და ეკონომიკის სტიმულირებაზე, რადგან უამრავი ეკონომისტი ძალიან სკეპტიკურად უყურებს, საერთოდ რამდენად უნდა ერეოდა სახელმწიფო ამაში. მაგრამ უამრავი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტი გაჩერდა და ეხლა ახლიდან ვიწყებთ მათზე ლაპარაკს, რომელიც აღმოჩნდა თურმე საინტერესო ყოფილა. გაჩერდა, შენელდა საქართველოს თანამშრომლობა მის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებთან და არაერთხელ მithქვავს თქვენს გადაცემებში ადრეც, ერთ-ერთი შედეგი ამის არის ის, რომ როდესაც პირველად რუსეთის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მიმართ დასავლეთ და საბოლოოდ გადაწყვიტა სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და გამოაცხადა ვთქვათ, ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები, ჩვენ ამ დროისთვის ვიყავით სრულიად ამოვარდნილი პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რაც იყო შედეგი ამ ხელისუფლების პოლიტიკისა, რომ არ ყოფილიყო განსჯის საგანიც კი დასავლეთსა და რუსეთს შორის. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის უამრავი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების პერიოდი, ალბათ რაღაცაში იყო კიდევაც წინსვლა, კი ბატონო, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ არ მგონია დღეს საქართველოს უკეთეს მდგომარეობაში იყოს პოზიციაში თავის სასიცოცხლო ამოცანის მიღწევასთან ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით, კი ბატონო, ასოცირების ხელშეკრულება ბევრს არ ნიშნავს, ჩვენ ამას ხშირად გვახსენებენ ხოლმე, ასოცირების ხელშეკრულება არის საქართველოს მიერ განსახორციელებელი რეფორმების გეგმა და არა სხვა რამე. გასაგებია ბატონო გიორგი, დიდი მადლობა და ჩვენ დავამატებ ბოლო ერთი წინადადება, რომ ჩვენ არც კი დაგვიწყია სერიოზულად ზრუნვა იმაზე, რომ გამოვიყენოთ ის უპირატესობა, რომელსაც გვაძლევს ღრმა და ყოვლისმომცემელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან. ამაზე ბევრად უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს ხელისუფლება, ჩემი აზრით, ამის, ასე ვთქვათ, პოპულარიზაციაზე, ახსნაზე
მათ შორის მეწარმეებისათვის სოფლის მეურნეობაში მომუშავე ხალხისთვის რა შესაძლებლობებს იძლევა ეს იმის ნაცვლად რომ ის აძლევდეს ფულს დიდი ალბათობით რაღაც ნეპოტიზმის და სხვადასხვა კორუფციული სქემებით ვიღაცა ადამიანებს რომ მათ წამოიწყონ ბიზნესი და ეს არის ფული რომელიც აკრეფილია უფრო წარმატებული ბიზნესებიდან. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიგლა. თქვენ დავასრულოთ ისევ ამ წერილს რომ დაუბრუნდეთ და ამ ეკონომიკურ პარამეტრებს საერთო ჯამში რომ შევხედოთ რამდენად სურათი რომელიც ამ წერილში შედახატული და პერსპექტივა რომელიც ამ წერილში გაჩენილი ამ სურათთან გამომდინარე რამდენად ადეკვატურია იმ სურათისა და იმ პერსპექტივისა რომელიც დღეს ქართულ ეკონომიკას აქვს. პერსპექტივა ქართულ ეკონომიკას დიდი აქვს ეს დამოკიდებული იმაზე ჩვენ რა ნაბიჯებს გადავდგათ მომავალში. თუ ჩვენ რეფორმების ტემპი, განვითარების ტემპი, ეკონომიკური ზრდის ტემპი გვექნა ისეთივე როგორც ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ ასეთი პერსპექტივა აღარ არის რეალისტური. ეხლა ჩვენ დავკარგეთ რამოდენიმე წელი ისეთ საკითხებში, რომელსაც არ უნდა დაგვეკარგა. საქართველოს წლების განმავლობაში ჰქონდა ნომერ პირველი რეფორმატორის სტატუსი სოფლიოში, ხო, ეს ცნობილია. რატომ? იმიტომ რომ ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით ბევრი რეფორმის გადარება. შესაბამისად, ეს ტენდენცია თუ არ შენარჩუნდა ქვეყანაში, ჩვენ ვერასდროს ვერ გვექნება კარგი ცხოვრება მარტივად რო ვთქვა და ისეთი საკითხები იწელება ხოლმე დროში გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ რომ მე თვითონ მიკვირს რომ რატო ხდება ეს, იმიტომ რომ ხა ნამდვილად არ ვფიქრობ იმას რომ ვინმე ხელისუფლებაში არ უნდა ქვეყნისთვის უკეთესი ანუ არ უნდა უკეთესი საქართველოს, მაგრამ აი ეს ბიუროკრატია, აი ეს გადაწყვეტილების მიღების შიში და ასე შემდეგ მე სამწუხაროდ ჯერჯერობით ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კვირიკაშვილი, რომელიც დღეს არის ქვეყნის პრემიერი, კარგი მესიჯებით გამოირჩევა, აგერ გავიდა უკვე ნახევარი წელი და რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ეხლა ესტონური მოდელი უკვე დიდი ხანია დაიგეგმა და თანის ძალაში მხოლოდ 2017 წლიდან შედის, მაგრამ სხვა ჯერჯერობით სხვა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას და ბიზნეს გარემოს, სამწუხაროდ გასაგებია. გასაგებია ბატონო გიგლა, ბატონო გიორგი, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. ამით თეორემას პირველი ნაწილი დასრულებულია. ჩვენ შემდეგ ბლოკში უკვე ჩვენი სტუმრები იქნებიან ჟურნალისტები, რუსთავიორიდან და მაესტროდან უკვე გათავისუფლებული ჟურნალისტები და ვისაუბრებთ მედიაში არსებულ მდგომარეობაზე, ამიტომ დარჩით ჩვენთან.